რომ 72 გოლამდე გაზარდო საკუთარი ნადავლი, ასეც მოხდა. 3-0 გაიხსნა ქუთაისურმა გუნდმა გახსნა დღევანდელ ფეხით გადასვლა, კარგად ითამაშა ათუკას ვიადაძემ, რომელმაც კვლავ ფეხით დაკიდა, თუმცა იმნაძე ვნახოთ, წამოიღო, კარგია ხუციშვილი, რამხელა სივრცეები არის, რა სიზავს და რა კონტაქტი გააკეთა. გაისროლა ხუთიშვილმა ბაბუნაშვილი ჯარიმის უპირატესობა აქვს, წიქარა, ზურგსუკა რა ხდება, ნასეგე რას მოიფიქრებს, წავიდა ინტერვალში, გაატანა ასათიანმაც იპოვანავე და რამაგარლელოზე მიდის წიქარა და გაიტანს კიდევაც. ბრავო, მშვენიერი შეტევა, იმნაძემ წამოიღო, კარგად დაინახა იქ სივრცეში წამოსული. ასათიანი კარგად იპოვა სივრცეს, ეზრა კარგი ამოგდება ყორიაული, რა კარგად შეუტიეს, საშა გოგიაშვილი იყო შემდეგ და ჯიუტა სადავე. ისევ ეს კაცი ჯოკერია. გადაუარა ყველა და ყველაფერს და მორიგილელო დუბლი უკვე დღევანდელ შეხვედრაში. ხო, წიქარამ ძალიან კარგად აითვისა ის ყველა სივრცე, რაც აიელემა დატოვეს, კარგად იყენებენ იმას, რომ ჯევა უნდათ, მაგრამ უკვე მოლი ჩამოყალიბებული იყო და შემდეგ აკეთებენ ამას და გიორგაძე წამოვიდა. ძალიან ცოტა დარჩათ წიქარას ჩათვლის მოედნამდე ქუთაისელებს. ნახოთ, შეუტევენ, კარგი იყო, კარგად იცავს ჯერჯერობით წიქარა თავს. კვლავ გამოვიდა ოთია გიორგაძე და გაიტანა ლეო. კი, ოთია ძალიან აქტიურია, მთელი თამაშია, შეტევაში ძალიან კარგად მიკონა ბურთი, მთელ თავის ჯანს იყენებს, ესე ვთქვათ, ყოველ კონტაქტში. და ისის აიას ლეოთი დასრულდა, კი ბატონო, მოგებულია ეს დერეფანი მეორე კაცზე და კვლავ მოლი თანაც აკლია წიქარას შერკინების ერთ-ერთი მოთამაშე. ხო, კაშია თქოს აღარ უნდა შესულიყო ამოსში, მაგრამ მაინც შეიცვალეს ღერძი და ლელო გაიტანა. კი ბატონო. ხო, რომარა ლელო სავარაუდოდ აქ საჯარიმო ლელო ჩაითვალა ავიღო და ქართლი არწივები იქნება ორშაბათს 15 საათად ნუნუწუძე მეორე ლიგის ფინალი. აქ კიდევ ერთი უპირატესობა და აია ძალიან ახლოს არის ლელოსთან. კარგად არის შეკრული ეს მოლი და გაიტანს ჯანგავაძე ლელოს. კი ბატონო, კარგად მოექცა. მოლის ბოლოში მშვენივრად ამუშავეს ნემსაძის შეგირდებმა ეს მოლი და საბოლოოდ აია ზრდის. გაითავისუფლებინა საბოლოოდ წავიდა მიწაზე და შეინახა ეს ბურთი წიქარამ ასათიანი. იმნაძე და დაუფარეს სადარის ბურთი. ვა, კურიოზული ლელო დაიდო აქ. ოთია გიორგაძე. როგორ ახტა ბურთი, რას მოხდა, უბრალოდ შალითას მოხდა. გადასულა ეს ბურთი შეკრა. აია მოლი, ბევრი მოთამაშე ყავთ. მიყვანილი დაუტრიალეს ღერძი და ნახოთ თუ შეძლება შესვლას და ძალიან ახლოს არიან ამ ყველაფერთან სად არის ბურთი და როგორც საჯარიმო ლელო იქნება. ხო, არა, გატეხეს მაინც შეძლეს რომ გაეტეხათ და ამას დაემატა ისიც რომ პირველ ხაზალები ჩაერთვნენ საქმეში, კარგი იყო, თუმცა ფრუიძე მერამდენე ბოჭვა გააკეთა დღევანდელ შეხვედრაში. კი, კარგი იყო დაცვაში ძალიან დღეს ფრუიძე და ისევ მოპარა აი ამ ბურთი აქ სავარაუდოდ და ჯარიმა ისევ თამაშგარი როგორც ჩანს. სწრაფად უნდა გაათამაშოს, აღარ უნდა იყოს ყორეული. არაფერს ათამაშებს თოდუა ახლოში კერვალიშვილი და საბოლოოდ კი ბატონო გაიგო. დასრულდა მატჩი ლელოთი გიორგი კერვალიშვილმა დაამთავრა. ხვალიდან 14 საათად ნუნუწუძე რო ჩართავთ რაგბი ტივის აღარ გამორთოთ ღამის 2 საათამდე. დიდი სარაგბო დღე გველოდება, დიდი სარაგბო უიკენდი თავის ორშაბათიანად და მოკლედ ამით გემშვიდობებით. კაი თამაში მივიღეთ. 41 პირველი ტაიმი განსაკუთრებით მეორე ტაიმი უბრალოდ აიას სრული დომინაცია ჰქონდა.